ახრა სიურპრიზი მოგიმზადეთ, როგორი გოგო მოგიყვანეთ. ჩვენი სახელგანთქმული იმერელი მასწავლებელი ქუთაისიდან თელმა საქართველომ რო შეიყვარა და გულში ჩაიხუტა ჩემო ძვირფასებო. მითხარი როგორია პედაგოგის ცხოვრება? ნერვებს გიშლიან ბავშვები? დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბავშვები ნერვებს მიშლიან, მაგრამ მიყვარს მაინც ბავშვები და იმიტომ ბავშვები თუ არ გიყვარს, მასწავლებელი ვერ გახდები. შენი საყვარელი სკეჩი რომელია? უბრალოდ თქვენი საყვარელი სკეჩი რომელია? ნუცა მასწავლებელო. ციცილოს რომ ქმარმა უღალატა. აი, ონისეს ლამიქენი ბიჭო. ლავა გაყები იმ სვეცკს. ლავა წახვედი ჩემგან გივლიდი და გაჭმევდი, გასმევდი და შენ ვიღაცა ვაიმე ცუდათავა. იცი რა მაინტერესებს, შენ თუ უყურებ შენივე ვიდეოებს ხოლმე? ჩემივე ვიდეოებს არ ვუყურე. რატო? რა ვიცი, აი ვერ გეტყვი. მე თვითონაც არ ვიცი პასუხი ამ შეკითხვაზე. რაღაცნაირად ბურძგავს ვერ ვუყურე. იცი რა მაინტერესებს, შენი საყვარელი ვიდეო გავიგეთ რომელია და აი ხალხს რომელი უყვარს ყველაზე ძალიან რომელ საქმედ ინახო? შენ გემაწვავე, კარგი შეკითხვა დამისვი. ხალხს ჩემი აზრით მოწონს პირველი ვიდეო რომელიც დაიდო სუპირველი. რომელი იყო გამახსენე? რომელი და ხაჭაპური გიყვარ? გაგლეჯილი ხუთიანი. ეს არის ოქროს ფრაზები შენი TikTok-იდან. მოფალფატდი ჩემთან შემოჭიტუნია. მან და მაინც აი პედაგოგის განსახიერება რატო გადაწყვიტე ნუცა მასწავლებელი? რა იცი ჩემო ბიჭო? ჩემი მასწავლებლები იყო ჩემი დიდი ბებია, ჩემი ბებია, ჩემი სამი მამი და მაგრამ მე მინდა მსახიობობა. ისე პირდაპირ ხაზით კი მიდიხარ შენ ზუსტადახლავე შეგიძლია თეატრალურ სტუდიაში ჩააბარო. საკაი ბიჭი ხომ ნუ რა მაინტერესებს შენი ხმით როგორ საუბრობ აბა დამელაპარაკე. ჩემი ხმით საუბრობ ეს. ხო და მოდი ახლა მომიყევი ყველაზე ძალიან რა გიყვარს ქუთაისში? რა მიყვარს ჩემო ზალამაზი გოგო. ქუთაისში მიყვარს იმერლების სტუმართმოყვარეობა. ხო. აიგე? კი ბატონო. იმერლები ვარ ჩვენ ძალიან კეთილი გულის ხალხი. სტუმარი მოვა კარი არასოდეს არ უნდა ჩაკეტო ჩემო გოგო. რა იცი ვისაც დაჭირდება? უნდა მიკაკულოს მერე? ღია უნდა იყოს ღია ხარ. იყოს ორპირი კაცო? ხო, ღია უნდა იყოს და ჭადი უნდა დააპიწყინო, ხაჭაპური უნდა გამოესხო, ლობიანი. უნდა გაუმასპინძლო. მოდი ახლა ქუთაისურად მოიპატიჟე სტუმარი შენ სახლში. მე ვიპატიჟოთ. მოდი ახლა ჩემო გოგო და ჭადები დავაპიწყინოთ, ხაჭაპურებიც გამოვაცხოთ. ასე სიყვარულით გევიჭადე.